მივესალმები მედია კავშირი ობიექტივის როგორც მსმენელებს, ასევე მაყურებლებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ყველა ქართველს. ჩვენი ტელეფონის ნომერია, ვისაც სრული გექნება დავუკავშირდეთ 2-388-105. დღეს ჩვენი განაცემის სტუმრები არიან წმინდა გიორგის სადროშოს წევრები, ბატონი გიორგი სუბელიანი, მამა ელიზაბეთ დიაკონიძე, სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი, ბატონი კომახიძე სუგრაბი და ბატონი ყურაშვილი მურმანი. მე კიდევ თქვენი მონამორჩილი გელა მოცემზე გახლავართ. ბატონო გიორგი, იმისათვის რომ ჩვენ დღეს მთელი საქართველოს ლაპარაკობს ბიზილე ევანიშვილის ირგვლივ და ამ დროს უკვე ყურადღების მიემარჩება ის საკითხები, რომლებიც საჩქაროდ მოიწყდნენ უნდა გადაწყდეს ქვეყნის საკითხილდღეობით. და როგორც შემიძლია ამ დღეებში ინტერნეტშიც გავცედა ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ გაქვთ ინფორმაცია პირადად თქვენს რეგიონული ენების ქარტიის თაობაზე, რომელსაც ევროკავშირი სავალდებულოდ თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად განახორციელოს. რას ეხება ეს ეროვნული ენების ქარტია? საღამოშვიდობისა, ძვირფასო მსმენელებო და ძვირფასო მაყურებლებო, მოგესალმებით, როგორც ჩვენი რესპუბლიკის ფარგლებში მსმენელსა და მაყურებელს, ასევე საზღვარგარეთ ჩვენს თანამემამულეებს. ბატონო გელა, დიდი მადლობა შეკითხვისათვის. რამოდენიმე დღეა, ესე იგი, ჩვენ ინტენსიურად ვეძებთ ინფორმაციას რეგიონალური ქარტიის შესახებ, მისი ესე ვთქვათ, ამ წუთისათვის თუ რა მდგომარეობა იგივე კანონმდებლობასთან მიმართებაში და რა სურათი ისახება ამასთან დაკავშირებით. მსმენელსა და მაყურებელს მინდა უთხრა, რომ დიახ, დღესდღეობით ქვეყანაში ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის გამოჩინამ მთლიანად გადაფარა მთელი პოლიტიკური სივრცე და ყველა თითოეული ადამიანი მთაში თუ ბარში, ქალაქში თუ სოფელში საუბრობს მხოლოდ ერთ თემაზე. ივანიშვილის, ესე ვთქვათ, მოსვლასთან დაკავშირებულ იმედზე და ასე შემდეგ. თუმცა ადამიანებს გვავიწყდება ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ გვავიწყდება ერთი რამ. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და ამ უამრავ პრობლემაზე რატომღაც ხდება მიჩუმათება და ყურადღების არ მიქცევა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია სწორედ რეგიონალური ენების ქარტია, რომლის რატიფიცირების ვალდებულება 1999 წელს აიღო საქართველომ, როცა ის გახდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და მაშინ მოეწერა სწორედ ხელი ამ ვალდებულებებს და დღეს მე მინდა გესაუბროთ იმ თემებზე, რასაც ქვია პრობლემები, რომლებიც ჩნდება ამ ქარტიასთან მიმართებაში. ეს ყველაფერი ნაბადიეთ მოდრის თეთრი მელეს პერიოდიდან 99 წლიდან. დიახ, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ სამართალმემკვიდრეები და წინწკლებში, რა თქმა უნდა, ღირსეული სამართალმემკვიდრეები დღევანდელი ხელისუფალნი არიან. აქ ძალიან საინტერესოა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონალური ენების საკითხის წამოჭრამ საქართველოს ძირძველ კუთხეში, სამეგრელოში გააჩინა ესე ვთქვათ პოზიცია, რომ სვანურ და მეგრულ ენებს და ლაზურ ენას უნდა მიენიჭოთ რეგიონალური ენის სტატუსი. ჩვენ და გასაოცრად დაფიქსირდა ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც სახელი აქვს ესეთი საგანმანათლებლო ცენტრი კოლხიდა. და ვინ დგას ამის ଉପରେ? რომლის გეტყვით ახლა მოგახსენებთ, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ვინმე იური ჯალაღანია. ეს ვინჯილია ბოდის გიხდით, იური ვინჯილია აცხადებს, რომ მან წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, ეს 4-ჯერ დაფიქსირდა ესეთი მოვლენა. ამ წერილში იური ვინჯილია მიმართავს, რათა სვანური, მეგრული და ლაზური ენები აღიარებულ იქნას როგორც რეგიონალური ენები.
დღეს ჩვენ ინტენსიურად ვეძიებდით ინფორმაციას და მინდა გითხრათ რომ უკვე არის მეგრულენოვანი გაზეთი გამოცემული და ქუჩაში ესე ვთქვათ პლაკატებიც კი არის დაფიქსირებული ასეთი წარწერებით საცა დაფიქსირებულია მოთხოვნა მეგრული ენის რეგიონალურ ენად აღიარებასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ რომ ამგვარი პოზიცია არ ახალია სამეგრელოს ტერიტორიაზე ესეთი სეპარატისტული ესე ვთქვათ მოძრაობები მუდამ ხალისდებოდა ძირითადად აფხაზეთის ტერიტორიიდან. ამ პოზიციის ესე ვთქვათ ხელშემწყობები დღევანდელი აფხაზეთის ხელისუფლებაში ყოფი ადამიანებიც არიან ისევე როგორც ესე ვთქვათ რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ყოფი ადამიანები და მე მინდა მსმენელს შევახსენო რომ გალში იყო მცდელობა მეგრულენოვანი ტელევიზიის შექმნისა და იყო მეგრულენოვანი გაზეთის გამოცემის მცდელობაც. ანუ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მე მინდა გითხრათ მიდის აშკარად ესე ვთქვათ დეზინტეგრაციისაკენ არა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების ინტეგრაციული პროცესების განვითარებისაკენ არამედ დეზინტეგრაციული პროცესების განვითარებისაკენ რაც საბოლოო ჯამში გარკვეულ წილ სეპარატიზმის ელემენტებსაც შეიცავს. შეგეძებით, მაგრამ მე კიდე ჯერ ცხოვრებული მამაჩემიდან ვიცოდი რომ 37 წელს უკვე ფაქტიურად მეგრელებს ჩუმად შექმნილი ქონა დანბანიც. და იყო დევიზი ესეთი ბერიას პერიოდში რომ გადავაქციოთ მეგრული ენა მსოფლიო ენად. მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ქონა მონაცემები გადაცემას გავაკეთეთ რომ ვიცოდით რომ მხოლოდ და მხოლოდ სომხები ითხოვდნენ რეგიონული ენის აღიარებას სამცხე ჯავახეთში. შემთხვევით ეს ერთმანეთთან ხო არაა დაკავშირებული როგორმე გამოიწვიოს საქართველოს რღვევა ბოლომდე. გეტყვით, როდესაც ამ თემებზე ჩვენ საუბრობდით და ესე ვთქვათ ვეძებდით ინფორმაციას, აი ძალიან საინტერესო დეტალი გამომჟღავნდა. ერთ-ერთი რეკომენდატორი გახლავთ პოლონელი ენათმეცნიერი ტომაშ ვიხერკევიჩი. სხვათა შორის ბოლო ქვეყანა რომელმაც ევროსაბჭოს რეკომენდაცია რეგიონალური ენების ქარტიასთან მიმართებაში მიიღო და შეუერთდა ამ ქარტიას გახლავთ პოლონეთი. ეს არის 2009 წელი და პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე შემოიღო ერთი რეგიონალური სტატუსის მქონე ენა, 10 ეროვნული უმცირესობების, 4 ეთნიკური უმცირესობისა და 4 ტერიტორიის არ მქონე ენა. რაც შეეხება ვიხერკევიჩის რეკომენდაციებს, ეს გვაძლევს ესეთ შევადარიგებლობას საქართველოს ხელისუფლებას. რეგიონალური ენების სტატუსი მიენიჭოს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებს, ტერიტორიის არ მქონე ენება ჩაითვალოს რუსული, ბერძნული, ქურთული, უკრაინული, ქისტური, ასირიული, ავარიული, ხოლო უმწერლო ენებად კი მეგრული, ლაზური და სვანური გამოცხადდეს. აი ესე ვთქვათ კეთილული სურვილებია გამჟღავნებული ამ ტომაშ ვიხერკევიჩის. ახსენეთ რომ პოლონეთში 10 ენა მიიღეს ეროვნულ ენად, მაგრამ პოლონეთი 10 ჯერ დიდი ქვეყანაა ჩვენთან შედარებით და 10 ჯერ მეტი მოსახლეობა მაყავს. ჩვენ ამ ერთ პატარა წერტილზე რო ვართ რუკაზე, რამდენს უნდა გავუძოთ და რამდენ ენაზე უნდა ველაპარაკოთ. იცით რა შეასაქმე ევროპისათვის ძალიან ბევრი რამ როგორ იცით მოწესრიგებულია კანონმდებლობით ძალიან ბევრ რამეს ისინი ყურადღებას არ აქცევენ ესე ვთქვათ და ძალიან ბევრ რამეზე მიჩუმათება ხდება სხვადასხვა პრობლემებისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების. აქ საკითხი სრულიად სხვაგვარად უნდა დაისვას ჩემის აზრით. ფაქტობრივად საქართველოს რატომღაც ხდება პოლიგონი სხვადასხვა ექსპერიმენტები. სასწრაფო პოლიგონი. რატომღაც აი ამას აქვს ადგილი. მე უფრო შორს მინდა ესე ვთქვათ წავიდე და მსმენელსა და მაყურებელს მინდა გავაცნო აფხაზთა სიძის ჯორჯ ჰიუიტის ესე ვთქვათ პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. იგი წერს მეგრულ ენას უნდა მიენიჭოს სალიტერატურო ენის სტატუსი გინდ სამეგრელოში გინდ აფხაზეთში. არასოდეს მე არ მიმაჩნდა მეგრელები სვანები და ლაზები ქართველებად.
უკეთესი იქნება მეგრელებისათვის, ქართველებისათვის და აფხაზებისათვის, თუ ბოლოს და ბოლოს მეგრელები თვითონ მიხვდებიან და ღიად აღიარებენ თავიანთ მეგრელობას. შემდეგ წნარად იცხოვრებენ როგორც ძველებურად აფხაზების ქართველებისაგან გამთიშვალ ხალხად, ფედერაციულ რესპუბლიკად გადაქცეულ საქართველოში. თავიანთი ენითა და კულტურით მოამაყენით და დიდებულ ქართულ კულტურაშიც მოზიარენი. იცით რა შეა საქმე? მე ძალიან კარგად ვიცნობ, მე თვითონ ცხოვრობდი აფხაზეთში, ძალიან კარგად ვიცნობ სამეგრელოს წარმოშობით, ტომით მე სვანი გახლავართ. აი მე მეკითხა, 4-5 ადამიანი ვზივართ, თქვენ ხართ სვანი, აგენ ზურა არის ლაზი. ჩვენ კიდევ ვთქვათ დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები. კი, მაგრამ თქვენ ვზნობთ თავში ევროწყობილად, რომ სვანური ენა არ არის რეგიონალური ენად აღიარებული, რომელიმე? ან ლაზური? ნამდვილად არ ვზნობ, შეურაცხყოფილად და უფრო მეტიც დღეს ჩვენ ვეცნობოდით აქტიურად, ესე ვთქვათ, სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილების პოზიციას ამასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად ეს საკითხი არ დგას აი ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვიღაცას აწყობს ეს დეზინტეგრაციული პროცესები საქართველოში განივრცოს და ქვეყანა წავიდეს რღვევისაკენ. იგივე დღეს ჩვენ კითხულობდით ბატონ იური ღვინჯილიას ინტერვიუს, სადაც ის პირდაპირ, ესე ვთქვათ, სურვილს გამოთქვამს სამეგრელო იყოს საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკის წევრი კუთხე. ანუ რა არის, იცით, ფაქტობრივად მტერი ცდილობს საქართველოში მიაბას, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლების პრობლემატიკას, მიაბას იგივე ქართული პრობლემატიკა. ეს მე ართული პრობლემად იმდენად რამდენადაც საკითხი არ დგას ესე რომ მეგრელები და სვანები არ არის და ლაზები არ არიან ქართველები და სულიად განსხვავებული ჩვენ ყველანი რა თქმა უნდა ქართველები ვარ და მაგრამ მაინტერესებს შემთხვევით პარლამენტის გადატანა თბილისში და ქუთაისში, რომელიც სხვადასხვა ჯერ კიდევ ჟორდანიას პერიოდში აფიშირებულ და თბილისში უნდა დამეტოვებია სომხებისთვის. ამას ხო არ უკავშირდება და შემდეგ გამოაცხადოთ იმ ფედერაციის დედაქალაქად ქუთაისი. მაშინ თბილისის მოსახლეობაში დიდი წილი იყო სომხების. ეს მეოცე საუკუნის დასაწყისში. ჩვენ საბედნიეროდ ახლა ყველა ეროვნულობამ დააგვიანა თბილისი ქართული ქალაქია, გაზიარებული ქართული მოსახლეობით. მე მინდა დავუბრუნდე. ეს მე დაგვრჩა. მეგონი ჯერ საინტერესო იქნება ჩამოყალიბოთ თვითონ რა მიზანს ემსახურება თვითონ იმერ გამოცხადეს ენა ენის მიეცოთ სტატუსი რეგიონალური ენის ეროვნული უმცირესობის ენის და სხვადასხვა სტატუსი. რა თქმა უნდა, ამას აქვს მხოლოდ ერთი და ერთადერთი ახსნა და გამოძება იმისათვის, რომ ენა შეინახოს, გადარჩეს და არ გადაშენდეს, არ დაიკარგოს. რადგან ნებისმიერი ენის, ნებისმიერი კულტურის მატარებელი ხალხის და ნებისმიერი პატარა ეთნოსის, პატარა ეროვნებების დაკარგვაც კი კაცობრიობის ცივილიზაციისათვის აუნაზღაურებელი დანაკლისია, მას ვერავინ შეენაცვლა. ბატონო, გაგაჩერებთ ერთი წუთით მაბადიე და რა მინდა გითხრათ, ჩვენ ვისით გადმოცემით, რომ თავის დროზე სოფლიოში ყველა ხალხი ლაპარაკობდა ერთ ენაზე. გადმოცემის არაფერს და ბაბილონის გოდორის აშენება დაიწყეს, რომ ღმერთამდე მისულიყო იმდენად გათაფხებდნენ. მაგრამ მართლა რა გააკეთა შუაგზაზე რომ მივიდნენ ამ კოშკის აშენებლად. ერები აუღიათ ერთმანეთს და გოდორი ჩამოიქცა. ეს სხვა უკავშირდება იმას, რომ საქართველოს უნდა ჩამოიქცეს ბაბილონის გოდოლივით. ძალიან მორგებული შედარება მოიყვანეთ. რა თქმა უნდა, პირველი იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნული ცნობიერების და ჩვენი ეროვნული სხეულის რღვევა დაიწყოს, სახელმწიფოებრობის პირველ რიგში საჭიროა და ეს კარგად იციან ჩვენ ავტორებმა. დაყავი და იბატონე. ჯერ დავყონ კუთხეებად და მე მოგვივლიან და გვეპატრონებენ ისე როგორც მათ უნდა. ისინი ესე ფიქრობენ. მაგრამ საბედნიეროდ ესე არ არის საქმე და არც მომავალში არ იქნება ამისი საფრთხე. მე მინდა დავუბრუნდე ჩემ თემას. მე რატომ მიმაჩნია მაგალითად დავუყოთ იგივე სომხური ენა, ვიყოთ აზერბაიჯანული ენა. ამისენით რა საფრთხე ემუქრება აზერბაიჯანულ ენას? რა საფრთხე ემუქრება სომხურ ენას? როდესაც აქვე ჩვენს მეზობლად აქ თავიანთი სახელმწიფოებრიობა და ბრწყინვალედ უვლიან თავიანთ ენას ღმერთმა ხელის მოუმართოთ ძალიან
მდიდარი ლიტერატურაც აქვთ, ისტორიაც აქვთ, კულტურაც აქვთ, თავიანთი საკუთარი და არავით არის საფრთხე არ ემუქრებათ. რატომ არ ითხოვენ იგივე რეგიონალური სტატუსს საფრანგეთში, რატომ არ ითხოვენ რეგიონალური ენის სტატუსს ესპანეთში, არ ითხოვენ იტალიაში, ამერიკაში, ნებისმიერი ქვეყანა, არგენტინაში, ბატონებო, ბრაზილიაში, ნებისმიერ დიდ ქვეყანაში. ჩვენ ევროპელები იმისათვის რომ სახელმწიფო მიფუნქციონიროს ეფექტურად და იმისათვის რომ მოსახლეობა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები იყვნენ ინტეგრირებულები და იყვნენ გრძნობდნენ თავს ქვეყნის სრულუფლებიან წევრად და სრულუფლებიან მოქალაქედ, აუცილებელია იცოდნენ ის ენა, რომელი ეთნოს, რომელი ეროვნების სახელმწიფოც არის და რომელი ქვეყანაც არის. რა თქმა უნდა, აბსურდი იქნება ჯავახეთში საქმის წარმოება იწარმოოს სომხურ ენაზე, ქვემო ქართლში აზერბაიჯანულ ენაზე და დანარჩენ საქართველოში ქართულ ენაზე. ხა ეს მე მგონი ყველას ახსნაც არ ჭირდება. ახსნაც არ ჭირდება. აგერ თორემ მიგეთებს სხვადასხვა პატარა რესპუბლიკებს ქვეყანაში. რაც შეეხება და ასე შემდეგ. სხვა გზა აღარ იქნება. მამა ერისბა თქვენთან რომ შეიძლება კი ბატონო თქვით. რაც შეეხება მეგრული, ლაზური, ზამური, ჭანური, სვანური ენები, უბრალოდ დიალექტები უკაცრავად გამოთქვაზე. ესენი რა თქმა უნდა ქართული დიალექტებია. ის რომ თქვათ უჭირს ქართლერს მეგრელის გაგება, მეგრულის გაგება, ლაზურის გაგება, სვანურის გაგება, სვანს მეგრულის გაგება, ეს აბსოლუტურად არ არის იმისი არგუმენტი, რომ ჩვენ ვართ სხვადასხვა ერები და ვართ სხვადასხვა ხალხი. ამისი მაგალითი უამრავია. არ ესმის ბატონებო, შვაბს არ ესმის ბავარიული, მაგრამ ორივე გერმანული ენა, ორივე გერმანელები არიან. ბოლოს ჩვენ მეზობელი სასომხეთში კაფანის სომხები, ერევნის სომხებს ვერ უგებენ, მაგრამ ეს იმას აღნიშნავს, რომ ისინი სხვა ხალხები არიან და სხვადასხვა ენებია. ეს არის ძალიან სუსტი არგუმენტი. აქ რა თქმა უნდა, ზანა ბატონმა გემაც აღნიშნა, თქვენს ბრძანდით არის ერთი, მხოლოდ ერთი მიზანი. დავყონ და გვაქუცმაცო. რითი უნდა გავყონ? ჯერ გავყობენ დიალექტების მიხედვით. მე დავყობენ ალბათ რაიონების მიხედვით, მე სოფლების მიხედვით და წავიშლებით აღარ ვიქნებით. მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება და ძალიან დიდი ისტორიულად გამომშვებული იმუნიტეტი. ჩვენ ეს საფრთხე არ გვემუქრება. იგივე ამის ბრწყინვალე მაგალითია მე-19 საუკუნის თბილისი, რომელიც მრავალეროვანი იყო და აგრე მე-20 საუკუნის 60-70 წლებამდე მოვიდა ეს ტრადიცია, როცა ეგრეთ წოდებული იტალიური ეზოებში 4 ენა იცოდნენ, 5 ენა იცოდნენ. 101 სკოლა 70 წლებში თბილისში. ხო, იმის და ერთმანეთთან ურთიერთობაში ერთმანეთის ენებს სწავლობენ, ეს ბუნებრივად მოდის. როცა გარემოცვა არის მრავალენოვანი, ეს ბუნებრივად მოდის. ამას არ ჭირდება ხელოვნურად ხელის შეწყობა. ხელოვნური ხელის შეწყობა ეს არის პირიქით ყველაზე დიდი უბედურების და ტრაგედიის დამერგვა. მაგრამ მე რა მაინტერესებს კი ბატონო, კარგია ეს რეგიონული ენები, მაგრამ რა დააშორეს მაშინ იმ წოვა თუ შემა, იმ შავლემა. მაგრამ მე როგორ ვისაუბროთ რა ენაზე ერთმანეთში? იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთი ავტონომიური რესპუბლიკა არის დაღესტანი, სადაც ყველა სოფელს აქვს თავისი ენა და საერთო ენა არის ერთ-ერთი რუსული ენა, რომ ერთმანეთს გავუგებთ. ერთ სოფლიდან მეორეში რო ჩადიხარ, შენ უკვე ტურისტი ხარ. დაახლოებით ეგეთი მოდელს ვთავაზობენ. აი იგივე იმ პოლონელი, მაგრამ მე ეს სანამ ურჩხუს ერთი თავი აქვს, მანამ უნდა მოჰკვეთო, სანამ მეორე და მესამე ამოუვა. რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი არ არის იმაზე ბატონო გელა, რომ ეს ამ წუთისათვის ესეა, ჩვენ ამ თემას იმიტომ ვწევთ მსმენელისათვის და მაყურებლისათვის, სიფხიზლია საჭირო ყველა საკითხებთან მიმართებაში. ანუ ქართველები უნდა ვიყოთ ფხიზლად ამ პრობლემებთან მიმართებაში. და კიდევ უამრავ პრობლემასთან დაკავშირებით სერიოზული სამოქალაქო სიფხიზლე გმართებს და ყურადღება გმართებს, რათა არ გაგვეპაროს არც ერთი საკითხი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის დასასრულამდე ხელისუფლება აპირებს შეუერთდეს ამ რეგიონალურ ქარტიას. აქედან გამომდინარე, ძალიან სერიოზულად უნდა მემზადოთ უარყოფითი პროცესების გასა ნეიტრალებლად. და მე მინდა ბატონო რეპლიკა გითხრათ,
ერთი საკითხი დგას, აი ესე. მე მესმის თქვენი გულისხმობა, მაგრამ იგივე საქმის წარმოების ენად იმ რეგიონალურ ენებს, ანუ ამ შემთხვევაში სომხურ და აზერბაიჯანულს ვალდებულებად გურაცხავს ეს ევროსაბჭო იმ რეგიონებში, ანუ მესხეთ, ჯავახეთში და ქვემო ქართლში საქმის წარმოება იყოს ამ ორ ენაზე, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე. აქედან გამომდინარეა იმ საიშუებაზე საუბარი და რა იმ თვალსაზრისით, რომ თბილისში იმ ეტალიურ ეზოებში ეგრეთ წოდებულში ეს პრობლემა რა თქმა უნდა არ იდგა და არც დადგება ეს. მაგრამ ბატონებო, მე მახსოვს, როდესაც ჩვენ საინგილო ვაჩუქეთ აზერბაიჯანს თავის ქართული მე ჩვენს ვიზახი, იმიტომ რომ მეც ქართველი ვიყავი და ისიც ქართველი იყო, ვაი ქართველი იყო, ვისაჩუქა. თავის ქართველებია და გადაულოცა იგილოებია და აფხაზ. იქ ქართულ ენაზე განცხადების დაწერა სკოლაში აკრძალულია. ბავშვებს და მასწავლებლებს ედუქებენ სკოლიდან გამოვიდა, რომ ჩემ ქვეყანაში თქო მე იმას ოფიციალური სტატუსი მივანიჭო. ქართულ ენაზე არის საერთოდ შეიძლება სულ სხვა თემაზე. ჩვენ ვშევთ რეგიონალურ ენებზე და გავბიართ რომ სომეხს და აზერბაიჯანულს არ მიანიჭოს თუ მიენიჭოს უფლება წეროს თუ არა მან ჩემს სამშობლოში თავის მშობლიურ ენაზე. რა თქმა უნდა არ მოაწეროს. მაგრამ აქ ჩვენ საუბარში გამოიკვეთა თემა რომ მარტო ენაზე კი არ არის აზერბაიჯანული და სომეხი. აგერ ჩვენი ჯიშით, გენით, სისხლით, ტომით ძმა, ქართველი, კოლხი მეგრელი კაცი მედავება რომ მე ჩემ მშობლიურ ენაზე მაწერია და მაკითხია. ვინ დაუშალა და როდის დამისახელეთ როდის მე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შესაძლოა მეგრელს მეგრული საუბარი აკრძალული ჰქონდა. მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო სალიტერატურო ქართული რომელ ენაზეც მიმოწერა, წერილი შედგენა იყო თუ მეფისადმი მიმართვა თუ ერთი თავადიდან მეორეზე იწერებოდა იმ სალიტერატურო ქართული. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენ ვაპარაკობთ ახლა იურა გუნჯილიას, იმ ბატონ იურის მაინტერესებს. ბაბა, პაპატიეც არის ეთერში. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. გესმით ჩემი? დიახ, გესმის ილაპარაკეთ. აი, რა მინდა მე გითხრათ თქვენ გუშინდაცი ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენთან სტუდიაში საუბარი. დიახ. მე მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი გარედან შემოგვიდებული პროცესები არის. თუმცა აი ამ შემოგვიდებულ პროცესებს ხარი აუგებს ეროვნულადაც და საქართველოს მცხოვრებმა არაქართველებმაც. მე მინდა გითხრათ რომ 1971 წელს მოსკოვში ვინმე ვერმიშელმა გამოსცა წიგნი ამილ სპასალანი და ეს წიგნი გამოიცა მოსკოვში 200,000 ტირანი. აი ამ წიგნში შინაარსი იყო ამიერკ კავკასიის და საერთოდ კავკასიის ისტორია. საქართველოს საკითხი აქ იყო დაკნინებული იყო და მხოლოდ ორი გვერდი იყო დათმობილი საქართველოს ისტორიას, კერძოდ დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქას. აი ეს წიგნი ამის სპასალანი ვერმიშელმა გამოუგზავნა კონსტანტინე გამსახურდიას. კონსტანტინე გამსახურდია გაეცნო ამ წიგნს და აღშფოთდა და კონსტანტინე გამსახურდია 1971 წელს ყველა მოკავშირე რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნებს დაუგზავნა თავისი 4 გვერდიანი წერილი. კონსტანტინე გამსახურდიამ ერთ-ერთ თავის გამოსვლაში მაშინ აღნიშნა რომ ვერმიშელმა დედა შემიგინაო და ტექსტი შინ სახში გამომიგზავნაო. აი ეს ერთი ფაქტი. მეორე ფაქტი რომ 1989 წლის აპრილის პერიოდში რამდენი არაქართველი შეგულობდა მონაწილეობას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. რამდენი არაქართველი დაიღუპა 9 აპრილს. და მესამე ფაქტი, როდესაც აფხაზეთში აი ეს ავადმოსაგონარი პროცესები მიმდინარეობდა, მაშინ არაქართველებმა შექმნეს გენერალ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი, რომელიც ორი წოდ იყოფოდა. ერთი იყო დასავლეთის
შტო მეორე იყო აღმოსავლეთის შტო. დასავლეთის შტოში შედიოდა გაგრის უდავცისა და სოხუმის რაიონის არაქართველები, ხოლო აღმოსავლეთის შტოში შედიოდა გულრიხის რაიონისა და ოჩამქირის რაიონის არაქართველები. აი ესენი ყველანი მაშინ იბრძოდნენ რუსეთის მხარდამხარ ქართველების წინააღმდეგ და აი ამ გენერალ ბაგრამიანის ბატალიონის ამავე დროს იყო ჯგუფი ახალ ქალაქიდან ჩამოსული. კერძოდ ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა მამა ელიზბარი გაცემს პასუხს. არ გამოუხატავს პროტესტი ამის წინააღმდეგ. პირიქით ხარს უჭერდნენ თბილისის არაქართველების და ერევანის არაქართველების აი ამ პროცესზე. ამის ყველაფერი იყო შემოგვიდებული გადაცვლა. მე კარგად მახსოვს ისტორიიდან, რომ კონსტანტინე გამსახურიას როდესაც გაუჭირდა 1930-იან წლებში ცნობილმა ძალიან დიდი მადლობა მამა ელიზბარ. იქნებ გასცეთ პასუხი მეგობარს. მე დიდი მადლობა შეკითხვისთვის, თუმცა ეს შეკითხვას არ გავდა უფრო მოსაზრების გაცნობას გავდა და მადლობა ისტორიის რამდენიმე მაგალითის შეხსენებისთვის. თუმცა მოდი ჩავასწოროთ აქვე, ბაგრამიანის ბატალიონში არაქართველები არ ყოფილან. არაქართველი არის რა თქმა უნდა, მაგრამ ეთნიკურად სომეხი იყო ის და არა ბერძენი, არა აზერბაიჯანელი და არა სხვა ეროვნება, რომელიც ბევრი მრავლად არიან ჩემბატონო აფხაზეთის ტერიტორიაზე განსახლებულნი. ეს ერთი. მეორე მაგაზე მქონდა ზუსტად საუბარი, ახლა როცა ბატონის განხორციელებულმა ზარმა შეგვაწყვეტინა სომეხს ან სხვა ნებისმიერ არაქართველს რა მოვკითხოთ, როდესაც ჩვენი ჯიშის და ჯილაგის კაცი ითხოვს ჩემ მშობლიურ ენაზე სამართალ წარმოება მიმდინარეობდეს მეგრულ გულისხმობს. აი ახლა აქ კაკა ზუსტად თქვენი განხორციელებული ზარი იმის წუხილს განაპირობა, იმის წუხილმა განაპირობა, რომ არაქართველი მოსახლეობა აქტიურად იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ. იური გუნჯელია არ იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ ამ თავის მოსაზრები. სომეხს რა მოვკითხო, როცა ჩემი ჯიშის კაცი ასე მწარედ მირტყავს თავპირში. იმაზე როგორ გაუბრაზდა იმდენად, რომელთაც ამ ადამიანზე შეიძლება თქვა თუ გაბრაზება საჭირო. სად როგორ რა დავარქვა ამ საკითხს, რომ აქ რამდენი კუთხეც ვართ, ყველამ ჩვენ ენაზე ვილაპარაკოთ და ჩვენ დიალექტზე. მე მაინტერესებს ბაბადია თქვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციაში შემთხვევით იური გუნჯელია სხვა რუწერია, რომელი ანბანის გამოყენებას აპირებს მეგრულს თუ იქნებ შექმნით აქვთ ანბანი. არა, ანბანზე იქ არ არის საუბარი. არ არის საუბარი. ანბანზე არა, იმიტომ რომ ის პოლონელი, პალესტინელი, ებრაული ტომით ებრაელი, პოლონელი იძახის, რომ უმწერლობას კი ანიშნავს, უმწერალი არ ყავს, ესე იგი დამწერლობის არ მქონი, ისე უნდა იყოს, ახლა ნათარგმნია ცუდად. იმიტომ რომ დამწერლობის არ მქონი. სამქონეს უვისი ქვია ჩემი გაგება. არა, დამწერლობა რო არა, თავისი ესე იგი რა, ანბანის არ მქონი ენებად მოხსენებულია სვანური და მეგრული ლაზური. ეს რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი რამდენი თან უნდა ვისაუბროთ ახლა ამ თემაზე, ბოლოს ერთდასკვნამდე მივდივართ, ამიტომ ბევრი კომენტარი აღარ გჭირდება მას. ერთდასკვნამდე მივდივართ. ყველანაირად ცდილობენ გავხრიჩონ, დაგვაქსაქსონ და მე იოლად მოგვერებიან. ზანეთ. კარგით, ზარი ეთერში, დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო. დიახ, გისმენთ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. მივეცვალებით ქენსტუმრის სახელით უჩერდება. მამა ელიზბარ დიაგორიძე. ვერ გავიგე კარგად? მამა ელიზბარი. მამა ელიზბარი. იცით რა არის ბატონო? აი ხა მე ძალიან გვიან ჩავერთვე სამწუხაროდ და თავიდან არ მომისმენია რა საკვირველია საქართველოს არავინ ძირი არ უნდა გამოუთხაროს. საქართველოს ძალიან ბევრი მტრები ყავს სამწუხაროდ და ეხლა რა მინდა გითხრათ, იცით, მე არ ვიცი ვინ რას წერს, როგორ წერს, ეს ფართოდ არ ვიცი, ეს ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ არის ცნობილი, მაგრამ
მე რამეს გეტყვით რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა, რასაკვირველია ეს 1500 წლოვანი თუ უფრო მეტი კიდევ უფრო კონკრეტულად დასვით შეკითხვა თუ შეიძლება. მაგრამ საქართველოში არის ასევე ქართული ენები, მეგრული და სვანური, რომლებსაც დაცვა ჭირდება. გაქრობის გზადია. თქვენ იცით თუ არა რომ ხევსურეთი რო იცლება, ხევსურეთი ეს საინტერესო კილოკავი თუ დიალექტი არ ვიცი რა უწოდო მე მაპატიოს სვენებმა რომ უწოდო კარგი, დიდი მადლობა, გასაგებია თქვენი შეკითხვა, ჩემო ბატონო, ახლა გიპასუხებთ კითხვაზეც. რაც შეეხება კუთხური დიალექტების დაცვას, ეს ყოველი ქართველის ვალია და ხევსურურ, თუშურ, ფშაურ, მოხეურ თუ ასე შემდეგ კილოკავებს შენარჩუნება ჭირდება. აქ ცხონებული ვახუშტი კოტეტიშვილის და ბატონი ალექს ჭინჭარავლის მიერ მოწყობილი ლიტერატურული საღამოები და მოძიება მათი აი მაღალ მხატვრული ღირებულების მქონე პროზისა თუ პოეზიისა სწორედ მაგას ემსახურებოდა და დღეს ქალბატონი ეთერი თათარაიძე აგრძელებს თავისი მასწავლებლის მიერ დაწყებულ საქმეს. ჩვენც რა თქმა უნდა შეიძლება დავგვარად ხელი უნდა შევუწყოთ ამ დიდებულ და ღირსეულ ქმედებას. რაც შეეხება ქართულ ენებს, სწორად ბრძანეთ თქვენ, მათ არანაირი დააკნინება არ ემუქრებათ თუ თვითონ არ ჩადგნენ თავიანთი დიალექტის და ეტილოკავის ან ენის დაკნინების სამსახურში ისე მსგავსად იმ ბატონი იური ღვინჯილიას. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და გულის ტკივილით აღვნიშნო. არნოლდ სტეპანიანი გვედავება ჩვენ ქსენოფობიაში. იური ღვინჯილიას მეგრელოფობიაში ხო არ ექნებოდა ჩვენთან ბრალი საინტერესოა. სტეპანიანზე უფრო დიდი მტერი ჩემთვის ახლა იური ღვინჯილია გამოდის. იმიტომ ის ჩემი სისხლის და გენის კაცი მეჩხუბება და როცა მე საომრად ვიწევ სხვისკენ უზრუნს უკან მახვილს მერწყავს. კარგი, ბაზოთო. დიახ, გისმენთ კიდევ ეზერში ხართ? გისმენთ? ალო? დიახ, გისმენთ. საღამოშიდობისა. მე გამაინტერესებს. დიახ, გისმენთ. აი დაკნინება და ისა მაგინაზე, ესე იგი არავინ არ უგზავნოს მე მგონი რა ვიცი რამდენი ის არის თუშია, მეგრელია თუ გოგოლია, ყველა თავის ენაზე ლაპარაკობს და არავინ არ უგზავნოს არცად არასდროს. მათი მოვლა კიდე თვითონ მშობლების ვალია, ჩემს თავისუფლებთან სწავლობ და გაზარდონ ისე თავის ენაზე და რაც შეეხება დამწერლობას მაინტერესებს რა ამდანის უნდა დაწეროს ამ თვალმა და ამ მეგრელმა. კარგი, დიდი მადლობა. მე პირადად ჩემს მოგახსენებთ. დამწერლობა ეს მხოლოდ და მხოლოდ მეგონის საბაბია უკვე. თუ კი დამწერლობაზე დავთვალოთ, შემდეგ შეიძლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება შემოგთავაზოს საქართველოში. დიდი სამეგრელოსი. იგივე ჰიუიტის ესე თქვა სურვილებში გამჟღავნებულია მათ აინტერესებს ბუფერული ზონის შექმნა აფხაზეთის დღევანდელ სეპარატისტულ რესპუბლიკას. აქედან გამომდინარე ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სურვილები, მაგრამ როდესაც სურვილებს ხმამაღლა გამოთქვამენ და ამის რისკ ფაქტორები არსებობს, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ჩვენს თვითმყოფადობას და ჩვენს მეობას შეექმნას ესე ვთქვათ პრობლემები და საფრთხეები, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი თავდაცვითი ზომები და უნდა მივაქციოთ ყურადღება თითოეულ ესეთ გამოვლენებას. ყველაფერი არის. მაგრამ ენაზე მომგარ სიტყვასა განასუყვანას თქმა უნდა. როცა იტყვი, უკვე ჩემი მტერი ხარ. როცა ფიქრობ, კიდე ფარული მტერი ხარ, მაგრამ რამდენი სახელმწიფო უნდა გქონდეს საქართველოში? ჩვენ ბატონებო ერთი ვილემის წინაშე ვდგავართ ყველანი და ქართველო ყველას მიმართა მარტო ამ სტუდიაში მყოფთ არა. დღეს აი ეს უამრავი პრობლემები მინდა მოგახსენოთ რომ რაღაც თემებით ხდება მათი გადაფარვა. ანუ თითქმის არ გვცალიან ჩვენი ეროვნული ღირებულებების თუ ღირსების შესანარჩუნებლად იმდენად ჩავეფალით ყველანი ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა, ასე ვთქვათ პოლიტიკაში. ყველანი მიჩერები ვართ ახლა ერთ ადამიანს და წამოწოლილი უყურებთ საქმეს, თითქოს ასე გავიაზრეთ ჩვენ იმ პირამიდის ღმერთმა დალოცოს არაფერი საწინააღმდეგოს არ ვამბობ.
ბატონ ბიძინაძე საუბარი ივანიშვილს. მაგრამ ერთი რამ არის იქ საინტერესო, კაცი ამბობს რომ მიუხედავ საქართველოს ხო დანარჩენები წამოწოლილი ვართ და უცქერთ როდის გამომიზანის ფულს რომელიც არ მეკუთვნის. თითი არ მომიძრეია, არავის და არც ვაპირებთ რამის განძრევას და გაკეთებას თავისას. თუ იმას გონია რომ ბიძინა ივანიშვილმა ასე წამოწოლილი შეიშოვა ფული და იმ ფულის ასევე წამოწოლით ხარჯვას აპირებს სადმე ძალიან ცდება. ძალიან ცდება. მოხო ჩაუხრელი შრომა გმართებს ყოველ ადამიანს რომ მისი ყურადღება დაიმსახურო ჯერ. მოგარციოს ყურადღება რომ შენც ასევე ფიქრობ შენი ქვეყნისთვის, მაგრამ სახსარი არ გაგაჩნია. აი მაშინ მიეცემა მას იმის საშუალება რომ გამოგიყოს ის სახსარი, რითაც შენ ქვეყანას, შენ წინ ქვეყანას, შენ წინ დიდ გოსტობას დაიწყო. ისმენთ სმენელია. დიახ, ისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დასულა. კარგი უქნია, კარგ თემას არ გვაწყვეტილებენ ახლა ეს. ხო. მე დღეს ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი სულიად უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოვიდა მოწოდებით და მთელ ქართლს მოუწოდა ერთმანეთის სიყვარულის გაფრთხილების და დახმარებისაკენ. ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? გვინდა რომ ერთმანეთი გავწყვიტოთ, იმიტომ რომ შენ მეგრელი ხარ, ის სვალია, მე რაჭველი ვარ, ის აჭარელია, ის ლაზია. მაშინ რაღა აზრი აქვს ჩვენი პატრიარქის მოწოდებას. ის მოგწონს იმიტომ რომ ჩვენ თავში გავიაზროთ ვინა ვართ და ვისი გორისანი ვართ. პატრიარქი ბრძენი ადამიანები ბრძანდება და მიუხედავად ეხლა ამ ცოტა ხანში ტელევიზიით ყველა ნახა ის რომ უწმინდესმა რამოდენიმე რეგიონი მოილოცა, ახლაც კიდე აპირებს ანუ არ წყვეტს მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და დიახ, აბა კითხვა არის ერთი. ისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? ისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო? დიახ, ისმენთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მოდიში რომ შეგაწყვეტინეთ ლაპარაკი. მე უბრალოდ ერთ რაღაცას ვიტყვი. თქვენ ლაპარაკობთ ყველაფერი კარგია. სკოლებში ლაპარაკება შაშკინის უცხოეთს და ამიტომ ყველაზე მთავარია ყველა მოქმედი ეკლესიიდან ულები უნდა დადიოდნენ ყველა სახლში იაოლები თუ დადიან ყველა ღვთელმა იარო სახლში აკურთხოს ეს ოჯახები ბავშვებს რაღაცა აუხსნას ყველა ოჯახში თავის ფეხით მივიდნენ რამდენი ულები არიან რაღაც განათლება მიდის საპირისპიროდ და თქვენ ერთ საათი ლაპარაკობთ მარტო ჩვენ და გულს ვიკლავთ მარტო აი უბრალოდ ყველა ბავშვის სკოლაში შაშკიდან ყავთ 6 საათი 18 საათი არის თქვენთან თქვენ ხო გესმით ქართველებს რა ჭირდება და ქართველ ხალხს რატო არ ასწავლი და რატო არ მიიღო შეძენ ეკლესიაში ბავშვი მივიდეს და მოусვიდოს რა ხდება და რას ვაპირებთ ისმენთ მერიზმა რაღაც კიდევ გეტყვით არა მე ვასწავლიდი რამოდენიმე საშუალო სკოლაში ახლა მე ჩემ მაგალითს ვეთქვი იმ ბატონს რომელმაც ეს კითხვა კი არა აზრი გამოთქვა ვიაროთ თუ არ ვიაროთ ოჯახებში ძალიანაც და მე პირადად დავდივარ ჩემს მეგობრებთან ღმერთო დაიმფარდა და უკაგუნებლად კარებს არავის შეუღებ და მიწვევის გარეშე რამდენად ვერ ვიკადრებ ვინმეს კარების შეღებას მაგრამ სადაც კი მივდივარ ჩემი ყველა საქციელით ქმედებით იქ ჩვენ ქართველები ვარ და სუფრასთან თანამეინახეობით იქნება თუ ასე უფრო საკერძო საუბრით ამ თემებზე ვლაპარაკობთ და საუბრობთ ყველგან მაგრამ როდესაც მე რომელიღაც ქართულ სკოლაში ვასწავლიდი და შაშკინამდე ქართულმა სახელმწიფოებმა და ასე შემდეგ მოგცეს ის რა ქვიან საყოველთაო გითხრეს და გამოგიშვეს სკოლიდან მაინც დიდი პროტესტი არ გამოთქმულა ამის გამო რომ რატო უშვებთ სასულიერო პირს სკოლებიდან მიუხედავად იმისა რომ ბავშვები ძალიან თვალსაჩინო ტირილით მემშვიდობებოდნენ წერილები მაქვს შენახული სახლში პირველ მეორე მესამე კლასელი ბავშვების მიერ ესე ორი სამსამი სიტყვით მოწერილი დიდი მადლობა მამენიძმა მე მგონი სტუმარი ყავს ინტერნეტ კავშირზე გამოსული და გთხოვთ გისმენთ გისმენთ ბატონო ზაზა გამარჯობა გამარჯობა ბატონო გამარჯობა
ესე იგი, ახლა რომ მოусმინე მე ჩემს მოსაზრებას, ტუნებას მეგობრებს ლიტბოლი ესე იგი. მეგრული ენა ცალკე სპანური მე მგონი ეს ღალატის ნოლპასია მე მგონი ბატონო ჯო. გეთანხმებით და მოუწევს რომ თქვენ თვითონ როგორც სამაგიერო წარმომადგენელი იგივე აზრით რაც ჩვენ. როცა ბატონი ზვიადით ხონებული ბატონი მერაბი ჩამოვიდნენ სამეგრელოში და მე მაგ ესე იგი გადაღებული ყველაფერი ვიდეო ფირი ბატონი მერაბი რო ამბობს მოვედი საქართველოში ნახე საქართველოს როგორც დიდმა ილიამ და ამის უფლება ვის აქვს ვინც ამას აკეთებს მე მგონი რომ სიახო უნდა არსებობდეს რაღაც ნაღდი ქართველების ხო მე მგონი აგას არა ვითარი საქმე არა რა თქმა უნდა ნორმალური ადამიანი ნორმალურად მოაზროვნე არ აყვება ამას მაგრამ ვიღაცა ხომ შეიძლება ოდნავი მუხტით გადაიხაროს იმის ჩემო ბატონო ზაზა და ამდენად ეს თემა მიუძღვენით დღევანდელ იმას რომ ცოტა თუ ისუსტებს ადამიანი იქ ცოტა გავაძლიეროთ მისი სისუსტე თუ შეიძლება ერთი შეკითხვა მაქვს ესე იგი რომ ხმა რომ მივაწვდინო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმიტომ რომ მე ბატონ ბიძინას საერთოდ არ ვიცნობ ვერავით არის წერილის გამჟღავნას ვერ მოვახერხე და მინდა რომ შევეკითხო რა გველის ჩვენ ქართველ ემიგრანტებს თუ ბატონი ბიძინა მოვა თავების სათავეში ერთი ეს მეორე აქ მოსკოვში მე ვიცი რომ ხელმოწერები გროვდება ყველა ქართველი ვინც არის აქ ნუ გამოქცეულია ნუ ესე იგი 80% უკვე უჭერს მხარს და ხელმოწერები გროვდება რის შესახებ და ეს ხალხი როგორც მე ვიყავით 15 წელი გაგდებული ქვეყნიდან და ვერ ჩამოდიოდი ქვეყანაში ესევე არის ბატონი ზაზა მე მივცემ ჩემთან უფლებას ბატონი ბიძინას მაგალითად გიპასუხოთ რაგელით საქართველოში იმიტომ რომ ერთი წუთი ოცნების საქართველოში დაბრუნდებით იმ დღეს ბატონმა გელამ ესე იგი ბატონო გელა თქვენ ალბათ არ იცოდით ალბათ კაცრავად მე რატო არ ჩამოვიდივარ საქართველოში დაუსწრებლად მე მომისაჯეს 13 წელიწადი და ვიცოდე მაინც რა დავაშალე გასაგები მე დახრდა მომისაჯეს ან 15 წელი გასახლება და სამშობლოს მოვალედი გამომაცხადეს სამშობლოს მოვალედი რატო მე გამომაცხადეს მე რომ რატო იარაღით ვიდექის ვიადის გვერდზე დღეს პატრიოტიზმი დანაშაულია სხვადასხვა ქვეყანაში ჯობია იყო არაქართველი იაზრულ არაქართულად მაშინ იქნები ამ ქვეყნის ნამდვილი შვილი ბატონო ზაზა ერთ რამეს ვთქვათ როცა ჩამოხვალ თბილისში აუცილებლად უნდა გვინახულოთ ჩვენს და გავიხსენოთ ის ძველი დრო ძალიან მოხარული ვიქნები როცა ვიბრძოლოთ ახალი დროის გავაგზავნოთ ის იდეები რაც ხდება ბატონ ზვიას და ბატონ ზერაბის აკუცმაცების უფლებას არავის არ მივცემ ბატონო გელა აკუცმაცები რა თქმა უნდა ერთმა გაიმარჯვებულ დაგლოცოს ბატონო გელა კიდე ერთი რამ მინდა რომ ვთხოვოთ თუ შეიძლება ესე იგი ასეთი რამ შეიძლება რომ გაკეთდეს საქართველოში ვინც საქართველოს ვინც არიან ამ ემიგრანტები უნდა ტელეხიდი რომ გაკეთდეს ესე იგი ბატონ ბიძინასთან ასე რაღაც გაკეთება მოხერხება თუ შეიძლება მინდა ეს ეკლესიასთან რომ გავაკეთოთ და შეიძლება თუ არ შეიძლება შესაძლებელია ჩვენ შევეცდებით ეს მივიტანოთ ბატონ ბიძინამდე თქვენი იდეა და რა თქმა უნდა განხორციელებას წინ არაფერი უდგას კი ბატონო თუ საქართველოს ტელევიზია თუ არ იტყვის უარს რა თქმა უნდა არ იტყვის ის რომელი არხიც არ იტყვის უარს იმ საზოგადოებრივი არხით გადავცემთ ამ ჩვენ გვაქვს ბატონო ზაზა მაგსაგის გავარკვევთ და დაგიკავშირდებით კარგი ძალიან დიდი მადლობა მადლობა დიდი მადლობა ბატონო დიდი მადლობა გაიხარეთ მადლობთ მე მინდა დავუბრუნდეთ ჩვენს თემას რომელიც არც გავშორები ვართ უბრალოდ ჩემი აზრი მინდა გამოთქვა რა არის ჩადებული რა მიზანი გასაგებია და რატომ ცდილობენ ჩვენ ენებად გამოაცხადონ ცალკე ენება უბრალოდ გამოაცხადონ ქართული ენების სვანური მეგრული ზანური ლაზური ენები იყო ესეთი მონღოლებს ჰქონდათ ეს მეთოდი დაახლოებით 4-5 წლის ბიჭებს არჩევდნენ ჯანმრთელ ბიჭებს აქლემის ტყავიდან კერავდნენ
ქუდს ახურებდნენ თავზე და 12-13 წლამდე არ ხსნიდნენ. თავი რო არ გასწოდა. ამათ უძახოდნენ მამქურთები ეს ამ ბიჭებს ერქვა მამქურთები. ესენი იყვნენ აბსოლუტურად თავგანწირულები და შეჭრულები თავიანთი მხედართმთავრისათვის და იმისათვის ვინც მათ გაზრდიდა. ამას რატომ აკეთებდნენ? ამდენი წელიწადი სიბნელეში რატომ ამყოფებდნენ? იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს რითიო მაგალითად პირადად მე რითიო ამაყობ რომ მე ვარ ქართველი. რა თქმა უნდა იმით რომ ამაყობ რომ ვიცი ჩემი ქვეყნის წარსული. ვიცი ისტორია, ვიცი ჩემი წინაპრების ცხოვრების წესი. ვიცი ის კულტურა, ის ტრადიცია, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს და ეს მაზლებს მე იმის საფუძველს ვამაყობ ჩემი ქართველობით. ისევე როგორც თავისი ისტორიით ამაყობენ სომხები, ისევე როგორც თავისი ისტორიით ამაყობენ აზერბაიჯანელები, რუსები და ყველა სხვა ერები, ვინც არიან. რას ნიშნავს ქართული ენისათვის მეგრულისა და სვანურის ჩამოშორება? რა თქმა უნდა იმას, რომ მამქურთების მეთოდის გამოყენებით მოწმიტონ ქართულ კულტურას, ქართულ ისტორიას, ქართულ ტრადიციას, ფესვებს, ჩვენი მეგრელი ძმები, სვანი ძმები, ლაზი ძმები და მე მარტო ისე როგორც მათ უნდა. ვერ მოესწრებიან რა თქმა უნდა ერთი წუთი ეჯვარება, მთელი სამეგრელო და მთელი სვანეთი დაუდგება და მთელი ლაზეთი, ლაზი მოსახლეობა, ჩვენი ძმები ლაზები ამ ასეთ იდეას წინ ამის წინააღმდეგ გამოვლენ ერთი წუთი ეჯვარება და ძალიან ბევრი ახლა ვინც გვისმენს რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად სულში მოგოხდეთ როგორ შეიძლება ესეთი რამე და ამის მაგალითი ახლაც ნახეთ. მაგრამ ცალკეული გამონაკლისები რა თქმა უნდა იქნება და იმის თქმა რომ წაუყროთ ესეც არ შეიძლება. ყველა პატარა წყაროთი იწყება ყველა დიდი წყალდიდობა, რომელიც თავდება დიდი წყალდიდობა, იწყება პატარა წყაროთი. ამიტომ უნდა როგორც კი გამოჩნდება ესეთი რამე სწრაფი რეაგირება და ჩვენი დღევანდელი მიზანიც ამ თემასთან დაკავშირებით ზუსტად ეს იყო, როგორც კი გამოჩნდა, იმ წუთში უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ სამწუხაროდ არ აქვს საშუალება უშუალოდ ვესაუბროთ, ნახოთ, ურთიერთობა გქონდეს იმ პიროვნებასთან, მაგრამ მას მოყავს ოჯახის წევრები ყავს ბოლო-ბოლო, მეზობელი ყავს, ნათესავი ყავს, მოგვარი ყავს, თანასოფლელი, თანაქალაქელი, იმათმა უნდა მოახდინონ ადგილზე რეაგირება და დაარწმუნონ, რომ ეს არის დამღუპელი ნაბიჯი, არა მარტო საქართველოსათვის იმ გაგებით, როგორც მას ესმის, დანარჩენი საქართველოს, სამეგრელოს და სვანეთის გარდა, არამედ სვანეთის, სამეგრელოს და დაგეთახმებით, მაგრამ მე მაგალითად ბატონი იურის მხარს უჭერ რაში ახლა. ეს იდეა, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, წარმოიშვა აფხაზეთის ტერიტორიაზე, აფხაზეთის სამეგრელოს საზღვრით. თუ კი ბატონი იური მოახერხებს იმას, რომ აფხაზეთში შეიტანოს ეს, გააკეთოს აფხაზეთის შემოგვიერთოს, მე მაგალითად მოხარული ვიქნები. მაგრამ აქვს კი მაგის თავი. სულგარგებული ადამიანი, სულგარგებული ადამიანი. იმედია მივიხდი როგორც. გიცნობ, რაჯულანაზე არაფერი არ თქვა მე. რა ვქნა, მაგრამ შენ ამერიკანისტი მართ უყურე ხალხი ვარ და ჯერ გაცნის უყურესა მე ახსენდება და მე მაგრამ რაჯულები არ მიხდება და სვალი ვერაზროს. ასეთი მიგრება. არა, ხო ეგ ვიცით, მაგრამ ეს დიდი უბედური. არა, ეს ვიცით, იმიტომ რომ სასაცილოც არის მოსწრაფად რომ მოდელება. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო, რა თქვა მიახორდა. ხალხსა დიდი უბედურება არის ჩვენს თავს. და არაფრით განსხვავდება ის ბატონი წეგან რომ ახსენეთ აქ კოლხი ძმა იმ არნოლდ სტეფანიანის გვარტონისაგან, იმიტომ რამდენადაც როცა საქართველოს ძალიან უჭირს, გინდათ პოლიტიკურად, გნებავთ სულიერად, გნებავთ მატერიალურად, ამ დროს ზურგში מחვილის ჩაცემა ხო, საყურელი ფრაზა, ხემ რა თქვა? სულს რომ ხის ტარი არ იყოს და ჩემი მოგვარი არ იყოს, ისე ვერაფერს ვერ დამაკლებდა. და მე ხოდა სხვა სამოგითხოთ, სახში მყავს ეს. სულგარგებული ძალიან ღვთისმოყვარეობა, ძალიან წინააღმდეგ, მაგრამ ხანდახან ისეთ აზრზე მივდივარ, ესე იგი, გვაიზულებენ, რომ ვინც კი წამოყობს თავს, როგორც მტერი, ქართველი იქნება თუ არა ქართველი, მაშინვე უნდა წაასალო და უნდა გქონდეს უფლება, რომ გაასამართლო. თორე როგორ ძალიან გათაფხენდა. ყველა რაღაცას ითხოვს. და ამ დროს არავის არ უნდა თქვას, მოდი ჩემი ქონება მოახმარეთ ჩემ ხალხს. ყველას უნდა რაღაცას აიღოს საქართველოდან.
და რაში ხდება, რაში ეს? სურვილები არ ფიქსირდება როგორც წესი. სრულყოფილ აი მთლიანად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში, იქ სადაც კანონი კანონობს, იქ სადაც სამართალი სამართლიანობს, იქ ესეთი სურვილები ვერ სრულყოფილ სახელმწიფოში სრულყოფილი პრეზიდენტი ან სრულყოფილი მეფე ყავთ. ბუნებრივია. სრულყოფილი სრულყოფილი ყოფილი მეფე თუ სრულყოფილი. ორივე ერთი და იგივეა, ჭკუადაგული თუ გიჟი, რა გასხვავება? ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება. პრეზიდენტი. ვერ მაგას ეს სათაურს აღარ აქვს მნიშვნელობა რა დააწერე კაბინეტის და კაბინეტი. დასასრულისათვის აი დღევანდელი საუბარი შემაჯამებელ ესე თქვა სიტყვა და ეს ინფორმაცია მივაწოდო მსმენელსა და მაყურებელს. 47 ქვეყნიდან 17 ქვეყანას არ აქვს ხელი მოწერილი რეგიონალური ენების ქარტიაზე. ხო, არა და იქ არის 8 სახელმწიფო, რომელმაც დაიწყო ეს პროცედურა და აღარ განუვრცია რა. ერთ-ერთი არის ისეთი სახელმწიფო, როგორც რუსეთი. ანუ რა მინდა ვთქვა, არის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ხელისუფლებას სურვილის შემთხვევაში შეუძლია ეს პროცესები შეაჩეროს. ან არა და დაგვეკითხოს კეთილინებოს და ქართულ ხალხს. ჩემთვის პირადად ბატონ იური უფრო დიდი მტერია ქვეყნის, ვიდრე ის არნოლდი და ჩავახსკაია დიასპორას თავმჯდომარე. ერთი რეპლიკის სახით ზოგადად დამატება მინდა გავაკეთო ესეთი სტატუსის მინიჭება ენისათვის ეს არის რა თქმა უნდა მულტიკულტურიზმი ქვეყანაში არის ესე იგი გარემო მულტიკულტურული გარემო ანუ მრავალი კულტურის მატარებელი ერების გარემო ნუეცნებით ქართველები გასაგებია ბუნებით და გენეტიკურად მაქსიმალისტები ვართ თან ძალიან კარგები ვართ თან ძალიან ლახები ვართ ცუდები ვართ ერთ-ერთი მაგალითი დღეს ვსაუბრობთ აგერ ცუდის რა თქმა უნდა არის ჩვენი მაქსიმალიზმი და ნუეცნებით ვიყოთ რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკები გერმანიის კანცლერმა ქალბატონმა მერკელმა ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ბრაუნმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ბატონმა სარკოზიმ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ყველა მაგიარა დღეს ბატონებო ევროპაში რომ მულტიკულტურიზმის პრაქტიკამ არ გაამართლა ჩვენ რატომ გვინდა დავნერგოთ ის დავიწყოთ თან ნოლიდან და ყველაფერი გავაშენოთ ხელახლა ის წარუმატებელი და მარცხგანცდილი პრაქტიკა რომელმაც მარცხი გაიცადა ევროპაში და თანამდროს არგუმენტად მოყავს ის რომ ევროკავშირი გთხოვს და გავალებს თავის თავს აღარ ავალდებულებენ ჩვენ არ გვინდა ამას კარგი ძალიან მადლობა ახალგაზრდებო ჩვენი განასხვავება ფაქტიურად დასასრულახდება და მე მინდა პირადად თქვენ და ჩვენს ვერას წავიკითხო ვაჟა-ფშაველას გამონათქვამი ციტატა თავის დროზე მართალო ქვეყნის ერთგულო ნუ დაივიწყებთ თქვენს ღმერთს იმოცეთ იგი შეინარეთ ის შეცდომანი რამაც ხელი შეგიშალათ და ეცადეთ მომავალში აიცილოთ თავიდან დაახმეთ ეს პარტიული თავმოყარეობა წვრილფეხა ჩატე პატივმოყარეობა რომელიც ბატონ იგურის გააჩნია რომელმაც ხელი შეუშალა ჩვენს ერთობას ეს დაწერილია მე-19 საუკუნის მიჯნაზე და დღესაც უკვე კიდე ეს ჩატე ხალხი გამოდის და რაღაცა სისულელეს ითხოვს რომ როგორ დააკუცოთ საქართველოს კარგი ძალიან დიდი მადლობა ახალგაზრდა მოგზაურებისათვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს და ალბათ მომავალ სამშაბათს კიდევ რაიმე სასიამოვნო თემას და სიურპრიზს მოგზაურობთ ჩვენს მაყურებლებს ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ხალხი